ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ხდომა ლუქსემბურგში შეხვედრა როგორც აღინიშნა უმეტესად აზერბაიჯანსა და სომხეთს ეხებოდა, თუმცა მაგალითად ესტონეთის ინიციატივა კვლავ საქართველოში პერსონალური სანქციების დაწესება გახდა. ვინდარისთვის მოითხოვს სადამსჯელო მექანიზმის ამოქმედებას, ანუკი ჩხიკვაძე გვერდება. ევროპელ მინისტრთა ნაწილს საქართველოზე ზეწოლის მთავარი ინსტრუმენტად ტრადიციულად სანქციები ესახებათ და ისინი ამას არც მალავენ. მედიასთან პირდაპირ ამბობენ იმას, რომ იმისათვის, რომ საქართველოს შეასრულოს ევროკავშირის კონკრეტული მოთხოვნები, აუცილებელია სანქციებით ზეწოლა და სწორედ ამ იდეაზე მსჯელობდნენ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრის ფარგლებში, თუმცა უკვე დიდი ხანია ჩვენს ქვეყანას მხოლოდ მსჯელობა ესმის, რადგან ისევე როგორც წარსულში ახლაც ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე სანქციებზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. არც გადაწყვეტილება და არც ახალი გზავნილები. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულებული შეხვედრების სერიას განაგრძობენ. არ იცვლება არც ის ბრალდებები, რომლითაც საქართველოს აკრიტიკებენ. ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე არ დარღვეულა ის ტრადიციაც, რომლის მიხედვითაც ბრალდებებს არ მოჰყვება კონკრეტული არგუმენტები. საქართველოს არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსლის შეჩერების ნიშნებს. მინისტრებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველოს უნდა შეცვალოს კურსი. ასევე ადამიანის უფლებების საკითხებზე გულწრფელი დიალოგი იქნებოდა ნიშანი იმისა, რომ ქვეყანას კურსის შეცვლა სურს. მიზეზი, რის გამოც ევროპელ მინისტრთა ნაწილი საქართველოს სანქცირებას ითხოვს, იმ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება, რომლებიც სასჯელს კანონის დარღვევის გამო იხდიან. ჩვენი ქვეყნის სანქცირების მსურველთა მოწინავე ადგილებს ტრადიციულად ბალტიისპირეთის ქვეყნები იკავებენ. მინისტრები, რომლებიც საქართველოში იმ აქციებს უცხადებდნენ მხარდაჭერას, სადაც არაერთი ძალადობრივი ფაქტი გამოვლინდა. ესტონეთი გამოვიდა შეთავაზებით, რომ ევროკავშირმა პერსონალური სანქციები უნდა დაუწესოს ქართულ რეჟიმს და იმ ინდივიდებს, რომლებიც არღვევენ დემოკრატიას. ესტონეთში ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ. მინისტრთა შორის არიან ისეთები, ვისთვისაც ურთიერთობები ჯანსაღ დიალოგზე გადის და ვისაც საქართველოსთან თანამშრომლობა სწორედ ამ ფორმით წარმოუდგენიათ. ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს ქართველ კოლეგასთან და საქართველოს მთავრობასთან აქტიური მუშაობა აუცილებელ პირობად მიაჩნია. ფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში გქონდეს. მნიშვნელოვანია ფართო რეგიონის ფარგლებში საქართველოში ჩვენს კოლეგებთან მუშაობის გაგრძელება, ასევე ევროკავშირის მიმართულებით მათი გზის მხარდაჭერა. ჩვენ ირლანდიაში საქართველოს ბევრი მოქალაქე გვყავს, მჭიდროდ თანამშრომლობთ მათ თემთან, თუმცა აუცილებელია ჩართულობა იმ გამოწვევებზე, რომლებიც აშკარაა, რომ ვლინდება და საჭიროა მუშაობა მთავრობასთან. აუცილებელია ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ მთავრობისათვის პრიორიტეტული იყოს საჭირო რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელება. ქართული ოცნებისთვის ბევრს ამბობს იმ მინისტრთა ვინაობა, რომლებიც ახლა საქართველოს დასჯას ითხოვენ. სახელმწიფო გუნდისთვის ქართველი ხალხის სახელით საპირისპიროს თქმა, მაშინ როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა, პოლიტიკური მანიპულაციაა. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ყველა შემთხვევაში ქვეყანაში შექმნილ ხელოვნურ აჟიოტაჟს ბრიუსელის მხარდაჭერა აქვს. ჯერ ასე ვთქვათ, არ არიან ჩამოყალიბებული ამ ზოგადი განცხადების იქით, როგორ აღადგინონ რეალური ხედვა და თანამშრომლობა საქართველოსთან. ამიტომ ამ ზოგად განცხადებას აკეთებენ. ქართველი ხალხის, საქართველოს ხელისუფლება რომელი ხალხის გვერდით არის. როდესაც კაია კალასი საუბრობს, რომ თითქოს არსებობს ცალკე ხალხი და ცალკე არჩეული ხელისუფლება, ეს მთავარ ფუძემდებულ პრინციპს, რომელზეც დგას აბსოლუტური ცივილიზაცია, რომელიც არის დემოკრატიის საწყისი, რომ ხალხი იღებს გადაწყვეტილებას და ხალხი ირჩევს თავის ხელისუფალს, ამ ყველაფერს პირდაპირ ფეხქვეშ. ჩვენ მეუბნებით, სადაც პრემიერმაც უთხრა, ნებისმიერ დროს ჩამოვალ ბრიუსელში სალაპარაკოთ. არა ახმებზე, ფაქტებზე სალაპარაკოთ. გამოიყენონ ეს ჩვენი პრემიერ-მინისტრის შეთავაზება და გვამხილონ, რომ ჩვენ რასაც ჩვენ ვამბობთ, არის ტყუილი. გამოსავალი რა არის? საერთოდ შეგხვდები? ახლა გამოსავალი კი არ არის. ეს თვითმხილებაა, რომ შენ არგუმენტები არ გექნება და იმიტომ არ გინდა ეს შეხვედრა. ოფიციალური თბილისი დიალოგისთვის მზად არის, თუმცა ლუქსემბურგში გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით იკვეთება, რომ საქართველოს მოწინააღმდეგეთა რიგებში შანტაჟისა და მუქარის ენას არ ცვლიან.